გუშინ საღამოს მიტინგი რო იყო, ნიღბიანმა ზდონდერმა გალიცემა დუბინკით. შემდეგ კი სია ამოვაგდეთ და ყველა ვიპოვეთ, მაგრამ თითი სანაბესტებმა შენამდე მოგვიყვანა. ანუ შიშისგან სახშეთ ნიღბით დადიხარ. რა გავაკეთო ძმაო, ჩემი ნება კი არაა. ბრძანება მოდის ჩვენ ვასრულებთ. თან პაходу დღეში მიხდიან 1000 ლარს. ადამიანი თუ ცემე ბონუსად კიდე 50 ლარს მიმატებენ და ქალი თუ ცემე კიდე 55 ლარს. შენს ესე იზავდი ჩემ ადგილზე. არ იზავდი? აბა მითხარი. მეგობრებო, დღეს კიდევ ერთი დამნაშავე დავიჭირეთ. ტრაილერით მეორე ტრაილერს უსწორდება აბგონის მაგივრად და ორივე ხაზს კეტავს. ვერც გადაასწრებ და ვერც აუვლი. თვითონ კი მეგობარ ტრაილერის მძღოლს ესაუბრება ტკბილად. მერი რა პრობლემაა, ტო? უნამუსო და უსინდისო კაცი ხარ, ეგაა პრობლემა. გურგენჩიკას რო დავინახავ, არ მოვიკითხო, ტო? სულ რაღაც 10-15 წუთი თუ გავესაუბრე, დიდი ამბავი. ვერ მოიწმენენ მანქანები? ძალიან დიდ საცობს რო ქმნი ეგ არაფერი? იქნებ ვინმეს პატარა ბავშვთან ეჩქარება ან ავადმყოფ მამასთან. თვეხანა რო დაიქცეს, ახლობელს რო დავინახავ ტრასაზე, მაინც გავოსწორდები და ცოტა ხანი გავესაუბრები. ნახევარი საათი ყველა მოიგმენს. ჩავადედი სმუტელო. გააგვი მეცადინე ლაწირაკო. ეს ვინ მოიყვანეს? კობა გაიხადო, იქნებ ხვერები კიდია. რაზია საუბარი ბიჭებო? შეატო მოხვედი, ჩვენ საიტზე სხვა გამოვიძახეთ. მე უკეთ გაგიმკლავდებით სულ ყველას. პროფესიონალი ვარ ჩემ საქმეში. პორნოვარსკვლავი ვარ. პორნოვარსკვლავი კი, მაგრამ კაცი გამოვიძახეთ. ქალებს აქ ვერ ვხედავ და ამდენმა კაცმა რა უნდა აკეთოთ? ტრაქში ტყნაური გვინდა გოგო, რა ვერ გაიგე? ანუ აქ შეცდომით ვარ და წავიდე? ო, დადი მალე რას გვეტენები? გალი შეგვტენეს ბიჭო. ანეკდოტს მაინც მოგიყვებით. თუილად ხომ არ მოვედი ამ ხელა გზაზე? გისმენთ აბა? ქალი ჯოკერივითა, ხან შეგეტენება, ხან წაგეგლიჯება, მაგრამ თუ გაიხიშდე, მაგრად ტეხავს. დადი მალე სანამ დაცვას დაუძახე, კიდე აქ ხარ? თქვენაირი პიდარასტები არ უნდა არსებობდნენ, ამიტომაც დასაცვავები ხართ სულ ყველა. რატო არ მილაიქებ TikTok-ის ვიდეოებს? ძალიან საინტერესო ვიდეოებს ვიღებ. მაგალითად ლაიფჰაკები, როგორ უნდა მოკლა ადამიანი მშვილდისრის მეშვეობით. ასევე ექსპერიმენტებს ვატარებ, რა იქნება თუ საზამთროს მესამე სართულიდან. რა ტვინი გაბურღეთ თქვენი TikTok-ები? აი რა მოვა საზამთროს მესამე სართულიდან. დამპალი გამომწერები, ვერ ვიტან ამათი. უბრალოდ ბანზი ვიდეო დადე და ბევრი დიზლაიკი გაქვს. რამდენი ხანი უნდა იტირო მაგის გამო? ცუდი კომენტარები დაწერეს. იმიტომ რომ ცუდ რაღაცებს იღებდი. ძროხის მძღნერი მესროლეს. დამშვიდობებისას თქვი დიდება რუსებს ჩემო მეგობრებო და რასელოდებოდით, აი გულს კი არ მოგიტანდა ვინმე. არ ვიცოდი, მეგონა კაის ვამბობდი, ეხლა რა ვქნა? მოჯვა და გაქნა. უი, კაი აზრია, მაგას გადავიღებ და დავდე. თქვენ წინაშია მისი უფსკინვალესობა დეინა.
ცნობილი ბიუთი ბლოგერი, არაერთი წარმატებული ჩენელის წამყვანი, 1000 რეგულარულად ნახული რილსის ავტორი, დამწყები მსახიობი და მომღერალი, Facebook-ზე სახელთან ლურჯი ფწიჩკის მფლობელი, Instagram-ის თავმდაბალი მშვენება და ასევე მრავალი ჯერ კიდევ გაუხსნელი ნიჭის მოსიარულე კალათა. ამას ჯონ სნოუ ქვია. ესეც უსაქმურია. რა დააშავა ამ ახალგაზრდამ? შუქიშანზე მწვანე აინთება თუ არა, იმ წამში იწყებს დასიგნალებას და ყველას იხოლიებს. მოკლედ ტიპიური BMW-შნიკია. ეს და ამის ნაირები ყველა დასაჭერია. ველაგზა, ჩვენ გვეკუთვნის. აუცილებლად დაისჯება. კიდევ მაქვს სათქმელი? ყურადღებით გისმენთ. ეს გოგო მოტოთი დადის ღამე და სპეციალურად მთელ ხმაზე აბღუილებს და ყველას აღრიძებს. აუცილებლად დასასჯელია. ამის პატიება არ შეიძლება. დაგვტანჯეს გზის პირზე ვცხოვრობ. საკმარისი მოვისმინეთ. ორივე დაიჭირეთ და გამოქვაბულში დაამწყდიეთ ამათი დედა მოთხან. იმედია კარგად დასჯით ამ ბოროტ ხალხს. თქვენზეც მოვისმინე რაღაცეები და ბევრი სიახლე გავიგე. თურმე ყველა მესიჯს სინავთ და არავის პასუხობთ. ასევე, როდესაც გადაობა ვიდეოს ჩაგიგდებენ, პასუხობთ ნახული მაქვს, იმის მაგივრად რომ გაიცინოთ და გული გაუთბოთ. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. თქვენი ყველაზე დიდი ცოდვა ისაა, რომ თურმე ჩათლახი მაკლერი ხართ და ხალხს ამწარებთ. ერთი ახალგაზრდა ყავს, რომელმაც თქვენი სამივე ცოდვა თავის თავზე გამოცადა. გამიშვით, დავტოვებ სამსახურს, გამიშვით, აღარ ვიქნები მაკლერი, გთხოვთ, გამიშვით.